მინდა წარმოგიდგინოთ მწერალი იუმორისტი, ჟურნალისტი და პედაგოგი ოლია ბრაგვაძე. სასიამოვნოა თქვენი მობრძანება თუ ჩვენი მობრძანება თქვენთან ამ გადაცემაში. თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ ჩვენ გადაცემას, ეს არის იუმორისტული გადაცემა. იცით რატომ ავირჩიეთ არჩევანი რატომ გავაკეთეთ თქვენზე, მე უკვე ვაცნობებ ჩვენს მაყურებელს. ჩვენი გადაცემის სტრუქტურა ასეთია, გაბატონულია. როგორც იცით, ქვია 3+ ჩვენ გადაცემას. ესე იგი 3 ნაწილისგან შედგება, 3 ძირითადი თემა და პლუს კიდევ მერე ბოლოს კეთვით მაგას. აი ესეთია ჩვენი პირველი შეკითხვები. რა არის თქვენთვის იუმორი? დავიწყოთ პირდაპირ, თუ 3 შეკითხვა. თქვენ როგორც გენებთ. აი პირველი ასე იყოს, პირველი ნაწილის პირველი შეკითხვა. რა არის თქვენთვის იუმორი? პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ ხელა ტიტული მომანიჭეთ ახლა, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი თუ მწერალი იუმორისტი ვიყავ. მეორეც ახლა იუმორი თეორიულად უწყინარი დამცინავი ხასიათის დამოკიდებულება რაიმესადმი. ჩემთვის ცხოვრების საგზელია. რითაც ვსუნთქავ ბავშვობიდან მამაჩემმა იცოდა ხოლმე რომ შენ არსად არ ახარ შესაშვებია, სადაც წამიყვანენ სტუმრად, რაღაცა მომქონდა, ან ვიღაცას გავაჯავრებდი, ან რაღაცას ახლა პატარა ხო ვერ ვბედავდი იმდენს, რომ მამაღლა მეთქვა. ეხლა ყველა ადამიანს როგორც გმირობანას ვერ მოსთხოვ, ისე ვერ მოსთხოვ, რომ იუმორის გრძნობა რატომ არ გაქვს, მაგრამ მე მაგალითად ასე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველში მეტ-ნაკლებად იუმორის რამ ნატამალი აუცილებლად არსებობდა. განსაკუთრებით იუმორის გარეშე ჩვენი ქვეყნის დღევანდელი შეჭირვებული ცხოვრების გამო რომ ვიყოთ, ალბათ თავს ვერ გავიტანთ. მაშ გაუმარჯვა ჯანსაღი იუმორი. ძალიან კარგია, ალბათ ეს. მე მინდა ჩვენ მაყურებელს კიდევ ისიც ვაცნობო, რომ ქალბატონი ოლია წარმოშობით არის კახეთიდან. ეს საამაყოც არის გარკვეულად და გარკვეული უპირატესობაც, იმიტომ რომ ამ კუთხეს ალბათ გააჩნია თავისი კოლორიტი, თავისი იუმორი. ასე არ არის? მეორე შეკითხვა ასეთია. როგორ იცინიან ადამიანები და რამდენი სახის სიცილს იცნობთ თქვენ? აი ახლა მე მაგალითად გეტყვით, ადამიანები იცინიან გულიანად, ალალად, სარკასტულად, მწარედ. მე მაგალითად გულიანად ვიცინი ძალიან კარგ ანეკდოტზე. ხალისიანად, როცა ჩემს მეგობრებთან ვსაუბრობ. საშინელი სარკაზმი მაქვს ჩვენი ქვეყნის შინაურ და გარეულ მტრებზე და სიმტრით ვიცინით ტელევიზორში ბენდუქიძის გამოჩენაზე, რომ მე ჩემი მოქარგული სურათები ვერ გამიყიდია და ეს კაცი სუიმად ჩავყვირის. ეს გავყიდოთ, ის გავყიდოთო, ისეთი ომახიანად იძახის თითქოს საქართველოს ქონება დავით აღმაშენებლის ბეჭდით თუ არა ერეკლეს მეორის ბეჭდით მაინც აქვს ბენდუქიძეების საგვარეულოს მიღებული. ეს თავისებური ეკონომიკური პოლიტიკა, გაბატონულია და ალბათ ამის შესახებ იქნება. შედეგი აჩვენებს ალბათ იმას, რა იქნება და როგორ. აი ასეთია მესამე შეკითხვა, რაზე იცინით თქვენ და რაზე არ გეცინებათ? არავითარ შემთხვევაში არ მეცინება ადამიანის მარცხზე. აი ხდება, რომ წაიქცა ადამიანი და რამე დაუშავდა, აქ არაფრით არ შემიძლიან გაცილება. მაგრამ მე შეიძლება ისეთ რამეზე გავიცინო, სხვამ რო არ მიაქციოს ყურადღება. მაინც მიმაჩნია, რომ აი იუმორის, როგორც იუმორის მიმართ დამოკიდებულება, ისე სიცილის გამომწვევი მიზეზები ინდივიდუალური. ალბათ ასეა, თავისთავად ახლა მე მინახავს, რომ აი თქვა ყინულზე ფეხი გაუსრია თუ დაუცურდა ადამიანს და ამ დროს უნებურ სიცილს იწვევს ეს. აი რატომღაც მე არ მეცინება, მაშინ რო ვიცი, რომ იმას ტკივა. იმას ტკივა, მაგრამ რაღაც არის ესეთი კურიოზული. მე პირველი ნაწილი ასე ვთქვათ, ჩვენი ასეთი თეორიული შეკითხვები ქვია. მას როგორც იქნა ჩავამთავრეთ. მისი შემოქმედება მრავალმხრივი და საინტერესოა. აი თუნდაც ეს, მისი ხელით ნახსოვი ტილოები, შესანიშნავი ფანტაზია, კომპოზიციური მთლიანობა, ფერების შერჩევა, შეხამება, პროფესიონალიზმი. აი რას ხედავთ უპირველესად ავტორისეულ მხატვრულ გალერეაში. და ყოველივე ეს პატარა ნემსის წვერით შექმნილი ხელოვნება, რომელსაც კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი, ეკუთვნის თავადაც მშვენიერ ქალბატონს ოლია ბრაგვაძეს და რომელსაც არანაკლებ ეხერხება კალმის წვერით ქარგვა. თანამედროვე ადამიანთა პორტრეტების, სახეების, პერსონაჟების ძერწვა და გადმოცემა.
და ამ პროზაულ თუ პუბლიცისტურ სახეთა გალერეაში მრავლად არის იუმორისტული პასაჟები, პერსონაჟები, მხატვრული პორტრეტები, რომლებიც მკითხველის გულწრფელ ღიმილს იწვევს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სტუმრის სავიზიტო პარადიც. ეხლა მინდა გადავიდე სერიოზულ თუ ძირითად ნაწილზე და ძირითადი ნაწილია ჩვენი ტელეგადაცემის ძირითადი წამყვანი მასალა, ასე ვთქვათ. და პირველ რიგში მე ეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა იციან ალბათ და მინდა ახლა თქვა, რატომ ვახსენე მწერალი იუმორისტი და თქვენ მითხარით. მე არ ვიცოდი თუ მწერალი იუმორისტი ვიყავიო, მაგრამ სამაგიეროდ იცის მკითხველმა. ძალიან კარგად იცის მკითხველმა. თქვენი წიგნი გამოვიდა, აგერ არის ეს საალაზნადან სალიაფხომდე. ესე იგი, კახეთის მთელი აქეთ ლიაფხომდე რო ჩამოვიდი მთელი პანორამა. მე ვიტყვი წინასწარ და რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ ეს წიგნი საინტერესო წიგნია. იფრთხილეთ ვასიკო რეკლამაში არ ჩაგიტყო ტელევიზიას თავისი პრეტენზიები აქვს. არ ჩაგვიწვია რეკლამაში. ძალიან ბევრი წიგნი გამოდის მართალია, ასე რომ თვითონ მკითხველი არჩევს ახლა სხვათა შორის წიგნს და იუმორსაც და იუმორისტულსაც მკითხველი არჩევს. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენიმე იუმორისტული გადაცემა მიდის სხვა არხებზე. ყველას ძალიან დიდ პატივს ვუწევ მე მათ და ისე რომ მკითხველი მაინც და მაყურებელი თვითონ შეარჩევს ყველები ამას, მაგრამ მე მაინც მინდა იცოდნე რომ არის ეს წიგნი ძალიან საინტერესო, იუმორით გაშენილი, ძალიან კახური უბრალოდ ასე არის. ალბათ ჩვენ ამ ეპიზოდებში გვექნება საუბარი შეხება წიგნებთან, იმიტომ რომ შეკითხვები თვითონ მოითხოვს ასეთ პასუხებს და პირველი შეკითხვა ასეთია მეორე ნაწილის. კურიოზული ეპიზოდები თქვენი ცხოვრებიდან. მეორე არის, ეხლა ვიგეთქვით სამივე შეკითხვას, თქვენი მეგობრის ან ნაცნობის ცხოვრებიდან ასევე კურიოზები და მესამე თქვენი საყვარელი ანეკდოტი უნდა უთხრათ ჩვენ ხალხს. დავიწყოთ ალბათ თავიდან. კურიოზები უამრავი მაქვს ბავშვობიდან მოყოლებული გადატანილი. ერთი რომ პირველ კლასში 1 სექტემბერს რომ მომიყვანეს ჩემდაუნებურად გავლოთდი ერთ დღეს და კინამ კრიმინალად ვიქეცი. ბავშვები ამიგდეს მასხარად, ჩემა კლასელებმა, რატომღაც მარტო მოვდიოდი სკოლიდან, გავაქანე ქვა ვესროლებ და გაუტყდა თავი. ეხლა ფერნაცვალი მოვედი სახლში, დედა ჩემი, ბებია ჩემი, აბა ჩვენი სტუდენტი მოვიდა, როგორ მოგეწონა პირველი დღე, მაგრამ დანაპირს არ მივხვდეს, იმისთანა დღეში ვარ და ამ ქალს, დედას თავგატეხილი შვილი რომ მიუვიდა სახლში, ჩაუბლია ხელი, სისხლი კი არ მობანა და რაღაცა მოიყვანა. ეხლა რო დავინახე რომ მოყავ, მე ავიღე გეზი და ავარდი ბებიაჩემის სახლში. ერთი დიდი ბინა გვაქვს და შესასვლელები ესე იყო, რომ ბებოს მხარეს ვიყავით იმ მომენტში. ავარდი სახლში, სანამ ისინი დაინახავდნენ. ეხლა სანამ ეს ქალი მივიდა იქ, აი თქვენი შვილი და ეხლა 7 წლის ბავშვი ვიყავი, მაშინ 7 წლისები მიდიოდნენ სკოლაში და ეხლა მოხდა უნებური. თავმოყარეობა მქონდა და ვერავიტანე რომ მასხარად ამიგდეს. და სანამ ისინი ამას ეუბნებიან, ეს გამაცხელა, იმ წუთშიც კი მახსოვს ის სიცხელე და მაგიდაზე იდგა გრაფინით წყალი და ჭიქა, სავსე ის. და ეს გონია წყალი და თურმე არაყია და ეხლა 200 გრამიან ჭიქაში რომ მოიყუდებ, მამაკაც გაუჭირდება რომ ეს მოიხსნას უწება რა. კარგი, წრუწუნასავით გამომთვრალი გამოვედი, ისე რომ აი ეს ქალი რომ აი ესე და ესე და დედა ჩემი ხა პედაგოგი იყო და ძალიან კარგად იცოდა რომ ცემა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამ ქალის დასაწყნარებლად უნდა ვეცემე. კარგად ამცემე მას, მაგრამ როგორც კარგი ნარკოზი, ისე გამომადგა ის ჩემი არტის დალევა. ერთი კურიოზი კიდე მინდა ძალიან გითხრათ, ეს მეუღლესთან დაკავშირებით არის, აქ არ არის და რა ვიცი თუ ვინმე ამბავს მეუტანს კიდე. ვარ ცუდად, ვეღარა ვლაპარაკობ, ისეთი გაციებული ვარ. ტელევიზორის ანტენა არის შესაბრუნებელი და ვერ აჩვენებს. ხლა მე პრეტენზიული არა ვარ ქმართან რომ აი ესე და რატო ესე ჩქარა არ გააკეთე, მაგრამ ძალიან წყნარად ყოველ საღამო იმი არ აჩვენებს ვიძახი. ერთ დღესაც რო თქვი საღამოს, დილით ამან ჩაიცვა თბილად, არადა წინა ღამის ნაწვიმი იყო სახურავზე და ადის მაღლა. სად მიდიხარ მეთქი და ტელევიზორის ის ანტენა უნდა მოვაბრუნო შენი ვალიდან ამოვიდა. მერე თან ეს წვრილი ხმითონები ფეხი არ დაგიცდეს და მოკვდე და მოკვდე ამ გაძაღლებულ ცხოვრებაშიო და ჯერ ვერ გიტირებ. ესე მას კი არ მივაქცი. თქვენი წიგნის გმირები ცნობილი გახდნენ ჩვენი მკითხველისათვის და
აი რაღაც ძალიან საინტერესო სახეებია ეგ მე დამომახსოვრდა ეს არსენა რომ არის და აი მან ამის შესახებ თუ შეიძლება ამ გმირის საუბარზე ხო არსენა სხვათა შორის ჩემი წიგნის გმირების უმეტესობა ცოცხალია სახელები ერთი მოთხრობის გარდა სადაც უხერხული სიტუაცია იყო აღწერილი არ შემიცვლია არსენა ცოცხალია ისევ ჩემზე რამდენიმე წლით უფროსია და დარჩენილი იყო ერთხელ ჩემ კლასშიც იყო და იყო ბავშვობიდან თავისებური ბავშვი ესე იგი სამყაროს მიჯნები ჰქონდა გადაწეული, გადმოწეული. აი დავით აღმაშენებელს რომ შეხვდა კაბადოკიიდან მოსულ ნინოს და ამებზე საუბრობდა და ახლა ამაზე გაკეთდა ეს მოთხრობა და პლუს კიდე მოხდა ის და როგორ ყვებოდა ესე იგი რომ თვითონ ნახა კი თვითონ რომ ახლა მაგალითად აი ეგოროვთან და ქანთარიასთან ერთად დროშა რო აიტანა ახლა რაღაცები რასაკვირველია ჩემი ფანტაზიაც იყო მერე მაგრამ ეს ვიცოდი ახლა რუსთაველთან ისა ჰიტლერის რო შეხვდა და ესეთი რაღაცები გქონდა და პლუს მკვეხარა ხო იყო და ეს ბიჭები ჯმუხი ბიჭია რაღაცა და აკეზებდნენ ხოლმე და ჭიდაობა იმართებოდა ერთხელ ჩვენს სოფელში და ეს სპორტის ოსტატები იყვნენ რაღაცა კულტურის სახლის შენობაში იმართებოდა არსენამ გამოიარა რა ამბავიაო და უთხრეს რომ ესეაო და წააქეზეს რომ მიდიოდა შენ იჭიდავეო და ისე წააქეზეს რომ დააჯერეს რომ ძლიერი იყო და რა ვიცი თუ გნებავთ პატარა მონაკვეთს წაგიკითხავთ აი წაგიკითხავთ იმ მონაკვეთს უკვე დარბაზში რა მოხდა არსენას შეჭიდება სპორტის ოსტატთან გამოცხადდა გვარები სადაურობა მასპინძლებს უპირატესობა მისცეს და ჯერ არსენა გამოჩნდა ტატამზე ასე საგულდაგულოდ რომ მოეწყოთ კულტურის სახლის სცენაზე მუხლებამდე ჩაფართხუნებულ ლატკებიან ლურჯ სატენის ტრუსებში ჩაკვეხილ არსენას შავი ტანი ისე ულაპლაპებდა როგორც ბაშიაჩუკის მომლოდინი აბდულჯახის დამღვერილი გაყოსული ახალი მოჭიდავე ისე უძლეველი სახით იდგა როგორ შეიძლებოდა მოპირდაპირე მხარე მთლად მშვიდად ყოფილიყო ტატამზე შემოფრთხილდა არსენას მოპაეკრე მიესალმა მოწინააღმდეგეს მიესალმა მაყურებელს არსენა კი იდგა გალაჯული დადარაჯებული და ელოდა რაღაცაც ის რაღაცაც დაბარებულივით მოვიდა საქმეზე რომ იდგა გულმა ცოტა რეჭყი უყო წამქეზებელი ბიჭები მშვენივრად მოკალათებულიყვნენ ხავერთ გადაკრულ სავარძლებში თვითონ კი მარტო იდგა და ასე ფიქრობდა რომ მთელი სოფლის სახელდიდება მასზე იყო დამოკიდებული თავი გაიმხნევა შუბლი უფრო შეიკრა და რაც შეეძლო შებგვირა იყალთოელ ბიჭს სტუმარმა როდის მოამთავრა საკუთარი თუ მოწინააღმდეგის ძალების მოსინჯვა როგორ შეუძვრა წელში ამ კისრულზე როგორ წამოიგდო მერე რომ იგონებდნენ წესიერად ვერავინ გაიხსენა მაგრამ ის კი ყველამ კარგად დაინახა როგორ ესვენა ლატვიანი ტრუსები ტატამზე გატრონული დარბაზი უცებ აღრიალდა არ არის საჯმოს ყიდულია არ არის უფრო განათლებულებმა სტუდიას პოლიად დაიძახეს არ არის გავიდა არსენა ისევ მოწინააღმდეგის პირისპირ დგას ეხლა კი არაფერი ეშველება ამ წკიპურტასო 1 2 3 პატარა ჩახვევა ორი სხეულის ხრართი და არსენას ლურჯი ტრუსები წინანდალზე არანაკლები გულმოდგინებით დაეწება ტატამს დარეტიანებული არსენა რომ დაბეგვილი სხეული საწყის მდგომარეობაში დადგომას ვერ ახერხებდა მისი წამღავებელი წკიპურტა ბიჭი სიხარულისგან მაღლა ხტოდა და დარბაზ სალამთან ერთად ჰაეროვან კოცნასაც უგზავნიდა არ არის დასჭექა ვიღაცამ და მთელი დარბაზი ერთი კაცივით აიყოლა ვინ დაგაჩაგვრინებთ არსენა საჯის უსტია არ არის დასაკლავი ხარებით აბღავლებულ დარბაზს შეწუხებული მსაჯი უმტკიცებდა რომ მართალი იყო მაგრამ არაფერი გამოუვიდა ხალხი წყვილთა ხელახალ შერკინებას ითხოვდა ამაი თავისაი როგორ გავაყვანინებ თუ ყოფილვარ არსენა გაიმაგრა გული ულვაშები ჩამოიფერხა ტრუსები შეისწორა მარცხი არაფერი მამევიდესო და ი ჩემპიონ კი არ დაუცა და თავად გაექანა იმისკენ გაექანა და ლომსაც ჩაუვარდა ხახაში არსენას მაღალ კვალიფიკაციით დამუღამებულმა იყალთოელმა 1-2 წაუხიცინა და პირველ ორ ვარიანტზე უსწრაფესად გაშოტა ტატამზე პირველ კაცობის სურვილით ანთებული ვაჟკაცი ბიჭებს ჯერ კი გული შეეკუმშათ მაგრამ როცა მიხვდნენ რომ არსენა ცოცხალიც იყო და ხელფეხიც მთელი ჰქონდა თავიანთებული არ არის მრავალჟამიერივით დააგუგუნეს
არ არის, მსაჯი შეცვალეთ, არ არის. ხალხი ბრბოდ იქცა, წრეს გადასული ყოჩების სამართალს ითხოვდნენ. არ არის მოგუგუნე ხალხმა ძლივ შენიშნა, როგორ წამოიფრა ხო არსენა და ნუხლებზე დაცემულმა ხელების მაღლა აპყრობით, როგორ წამოიკნავლა სამჯერ. არ არის ასე, არ არის. ერთი აქა მოდიდა თქვენ ჩემსავით დაგახეთ გონ, მერე გაიგებ, არის თუ არ არის. აი ცირახტობა ხოლმე. ეს სოფლის გულშემატკივრად უნდათ რომ გაგჯერდეს ჭიდა მან თავისი ყუმერი ასე ვთქვათ ბალავანი არ დამარცხეს. და ამასთან ერთი კურიოზი მოხდა. არსენას როცა ეს წიგნი მიუტანეს და წაიკითხო, არც მკვეხარობაზე თქვა არაფერი, აბსოლუტურად არც იმ წაქცევაზე, მარტო ის ეწყინა, როდის მეცვალატკებიანი დროსითიო. მარტო მაგით დარჩა შეურაცხყოფი. და რა იცისო არა იმანო, თუ როგორ დააბარავ. მივდავინა. თქვენ საინტერესო პირები ხართ, აი ესეთი კოლორიტი, კახელები, კახური ხალები. ძალიან ნაღდი ჯანსაღი იუმორია. ხალები, ესე იგი, თქვენგან ხასიათები ძალიან კარგად ჩამოყალიბებული. აი რომელი გმირი მოგწონთ თქვენ და რაც გაიხსენებთ? აი ახლა ამ წიგნში არ არის შეტანილი კიდე ლიტერატურულ ცხინვალში დაიბეჭდა ჩაშლილი ქორწინება. აი იქ როგორც წაიკითხეს ხვებმა და ისა ჩათვალეს რომ გავიზარდე. იქ ქალის ისეთი სახეა, კაცისაც, მაგრამ ქალისა განსაკუთრებით ძალიან ესეთი კარგი გლეხი ქალის სახე, რომელსაც აქვს საოცრად კვიმატი ენა. ცოტა ძნელი გადმოსაცემია. ხო, აი მაქედან რა არის, იცით, კაცი მიდიოდა, მოიყვანა ცოლი 75 წლის კაცი ქვრივი იყო და ეს ქალი იდგა უბნის ქალებთან. ვინ არის ეგაფშეკილი ქალიო რომ მოყავო და ცოლი მოვიყვანეო და უიმე რატო თავი არ მამიკვდებაო და შენ რაზე იკლავ თავს მე რო ცოლი მოვიყვანეო და მე მეგონა მე შამითავდიო, ისიც ქვრივი იყო. ეს კაცი რო წაიყვანა ეს ქალი სახში და რომ ავიდა იფიქრა კაცო, ისე ჯობიაო. მეორე დილას ეს ქალი ისევ წაიყვანა უკან. რომ ამოიარა უთხრა, გამომყეო და გაგიშდა 5 შვილი ყავდა ვაჟკაცები ესა და მთელი ამბები ატყდა გამოწევა ამაზე რომ ამდა დატოვა უცხუროთ ის კაცი. იმასთან უკან ყოველდღე წავიდა რა და ეს ისე რაღაცა ნაღდი იუმორი ბატონო ვასიკო, აი ნაღდი ისეთი, აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე. კახელებზე კიდევ რაც გაიხსენებდით, თუნდაც თქვენი ცხოვრებით, თუნდაც თქვენი წიგნიდან. კახელებზე ძალიან ბევრს გავიხსენებ, ჩვენი გადაცემა არ იყოფა, იმიტომ რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება კახეთთან არის დაკავშირებული, კიდევ გრძელდება ეს კავშირი და ჩემი სიცოცხლეა კახეთი, აი ის რომ მოგინდება, მანქანაზე რომ საწვავი უნდა აიყოს და ალბათ და კიდევ რაღაცა, აი მუხტი ყოველთვის მოდის ჩემთვის კახეთიდან, რომ იმდენად რა შეიძლება ძალიან გამიჭირდეს კიდე რამე ისეთი თქვა. განსხვავებული იუმორია თუ კახელებსო? კი, განსხვავებულია რაღაცა. რა არის ანეკდოტები კახელებზე, ისე აი იმიტომ რომ იმათაა აქ იუმორი ვასიკო. იმათაა. აი სწორედ იუმორიდან იუმორი აქვს იმიტომ რომ ის კახელები რო არიან. არა. კახელები არავისთან ნაკლები ვაჟკაცები არ არიან და ქალები კიდე მაგის გამო არა. მე მინდა გითხრათ, აი ესეთი ანეკდოტია. კახელები და გურულები არიან ერთად და გურულმა უთხრა კახელს ეუბნება რომ იცი რა გითხრაო? ისა თქვენზე რამდენი ანეკდოტებიაო კახელს უთხრა. და კახელი ეუბნება ანეკდოტები თქვენზეა თორე აი ჩვენზე რასაც ამბობ ყველაფერი მართალია. არის კლასეთი რაღაც. აი მე წერან კითხეთ გმირი კი რა უბრალოდ აი თქვენს პერსონაჟ ქალებსზე. აი რომელი სახე დაგმახსოვდათ? ან რატომ განსაკუთრებით რომელი სახე მოგწონთ თქვენ პერსონაჟს? აი ჭაბუკიანურა მაქვს ძალიან კარგად დახსოვებული ეს ქალი რომელსაც აი ფაქტიურად ჩავთვალოთ იქ ეს სიტყვა ნანახი ნათქვამი მაქვს და კიდევ გავიმეორებ. აი ქმარმა რომ 3 ბავშვი მოუხლაფორთა ომი დაიწყო და წავიდა. აი მთელი საოცარი სიმძიმით როგორ გამოზარდა ერთი ქოხი სანაბარა დარჩენილმა და ყველას თავისი გზა მისცა, მაგრამ ერთი შვილი გამოვიდა ძალიან ბეჭდავი. და აი ამ სიბეჭავის დასაძლევად ამ ქალმა იმდენ და ვიცნობდი ამ ქალს. ფაქტიურად მე შევცვალე, ის სოფელი გავაზი იყო და გავაზურას ეძახდნენ კიდეც, მაგრამ იქვია გაღმა ჭაბუკიანი. იმიტომ რომ აქ ცოტა უხერხული რაღაცა აქ ღალატია, ცოლქმრული რაღაცა იმ შვილის აღწერილი და იმას ყავ კიდე ვიღაცეები და არ მინდოდა ეხლა ნათესავებ რაღაცაზე გულისკენოდათ მაინც.
აი მოღალატე ის გაქვთ თქვენ. ეგრე უნდა მოღალატე. ეგრე უნდა მოღალატე. ამის შესახებ ცხელი წყალი რო გადააცხადოთ. ცხელი წყალი რო კი. მოღალატე, ყავდა ამ კაცს საყვარელი სოფელშივე და ახლა სოფელში ცოტა ქალაქში იმალება ეს ამბავი და სოფელში ძალიან და ხო, სოფელში მაინც ისეთი ძნელია ხოლმე, მაგრამ ეს კაცი ახერხებდა გაძრომა ძალიან ჩემი მეგობრის მშობლები იყვნენ სხვათა შორის და ეს ქალი ძალიან უთურტყველად იტანდა, უხმოდ, არაჭორავებდა არც მეხლა გლეხის ქალი იყო, მაგრამ აი კარგი გლეხის ქალი. აი ესეთი ლამაზი ქალი იყო, რომ თლილი თითები რო შემორჩა ბოლომდე, მახსოვს იმ ქალის თითები და მე ერთხელაც რომ მიუტანეს ამბავი, რა შენ მაგ მარმა კაბარდინის პალტო უყიდაო, ლაკის ტუფლები უყიდაო, ეხლა ქალია და გაღიზიანდა და მთელი 3 თვე ამ ქალის არც ოთახში შედიოდა ქმარი, არც ელაპარაკებოდა, მაგრამ ეს უბლიდა და ეხლა როგორია კაცს გააბანე, აბანავებ და არ ეგელაპარაკება და ეხლა გიტირებ ყოფას ამ კანონს და ძალიან ცხელი წყალი ისე და ჩაოლებრივ აბანებს ეხლა ტაშტში მაშინ აბანოდა რაღაცა ხო არ იყო და ცხელი წყალი მიუშვა ჩაიხარშა რა მithეს კაცი მაგრამ ხმარკაცი იმიტომ რომ უმძრახი იყო და გაუძლეს რა ამ ქალმა იმის ტანჯვის ყურებას გაუძლო და იმ კაცმა არც ხელწან ეს ამბავი გამოვიდა გარეთ და რა ვიცი აბა გაიქცა მე ნოველის სიუჟეტად იქცა ეს და აი მესამე ასეთი აი ესეთი ძალიან ძლიერი ქალი გამომივიდა მაგ კუთხით. გულიკო თქვენ შეხვედრით რა თქვენს გემილეთ პერსონაჟებს კახეთ. ამ შემდეგ? კი, წიგნის ამოსულში. კი, აი წიგნთან დაკავშირებით ეს 3 კურიოზი შემიძლია გავხსენო. ერთი იგი პარსენამ რო ისი უკადრისა. მეორე იყო რომ ეხლა კარგად მოგეხსენებათ ეს წიგნი მე სპონსორი არ მიძებნია ვისესხეფული ცოტა გნებავთ კახურს იჯიუტეთ ჩაგვალეთ გნებავთან მოყარეობა და ესე იგი მას გამოსulis მე საჭირო იყო რომ გაყიდულიყო და ეხლა ყველაზე მეტად მაინც იქაურობის იმედი მქონდა რა ეხლა სადაც გიცნობენ და თან ეს ნოველები რომ იმაცია შექმნია რაღაცა ნაწილი წავიდე და ამას უხენძოვნებმა ჩემმა მეგობარმა და ვიღაცას მისცა წიგნი გასაყიდა და მეორე დილას მოაქვთ ეს წიგნი უკვე წავიკითხეთო და აბრუნეს უკან წაკითხეს ხო უკან წაკითხეს გასაყიდად მიუტანა ერთი მოთხრობა მათ კიდე ერთი მძიმძიბაზე ეს ჩვეულებრივი გლეხის კაცი იყო მაგრამ ხუმრობები უყვარდა საოცარი და მატარებელში ვიღაცა კაცს უთხრა ერთი მივარო და ეს კაცი ავად იყო და წამალი მისცა გაცრილი ცემენტში აურია მარილი სოდა რაღაცეები და პროფესორებთან დავალი კაცი იყო, კაცო შეიძლება ის კურნალობა იყო, მაგრამ ამის წამალი არ ექცა წამლა. ხო და ამას რო დავიწყდა კიდეც ერთჩვენიერ დღეს ჩამოუტანა, აი კახური გემრიელი ძღვენი. ხა იქ იყო ინდაური ალბათ რაღაც. ამ საკითხზე გავაკეთე მოთხრობა დავწერ ეს ძიადიკა ცოცხალი აღარ არის, ისიც ჩემი ამყანაგის მამა იყო. და მე გაუბერე მოკალეთ რა რომ ეს დურემი და 100 ლიტრა წითელი ღვინო და 50 ლიტრა არაყი და ღორი და ინდაური და 5 ისა და აი ხილი ეს რომ ჩემი ფანტაზიით რაც ვიცოდი აი კახურ მასში რო ქვიან ძღვენში რაც შედიოდა რა და ეხლა ეს ცოლი ცოცხალია ამისი ულამაზესი ქალი იყო დეიდა საშა 80-ს გადაცილებული და რო წაუკითხეს და ხო ყველაფერი მართალია იმ მოსასპობმა ეს ხუმრობები იცოდა მაგრამ ამდენი რამე თუ მოგვიტანეს ეგ აღარ მახსოვს ძვეში არის წებინები ძვენის ფანტაზია არაფა იოლად გადავჭი რომ აი თუ შენ მოკითხა საშა მისანას ხაურებაო ჩემს საყვარელი ანეკდოტი ერთი რა არის ახლა ანეკდოტები მე ძალიან მიყვარს მაგრამ ვთხილობ ხოლმე თქმაში რომ მაინც ქალი რო ხარ რაღაცა ისეთი არ გითქვას და ერთი ძალიან მიყვარს რა რომ გურული კახელი რაჭველი და ქართლელი სტუდენტები როცა სტუდქალაქში როცა სტუდენტები ცხოვრობდნენ დღეს როა ესე კი არა ცხოვრობდნენ ერთ ოთახში და გავიდა 1-2 კვირა და ქართლელი მიდის ადმინისტრატორთან სხვა ოთახში გადამიყვანეო და რატო და კახელი და გურული მთელი დღე ანეკდოტებს იძახიან რაჭველი მთელი ღამე იცინისო და არც დღისით ამაკ მოსვენება და არც ხაბებ სვას ხომ არ დავუმატებთ კიდე კახელებს ვიტყვი მაგრამ თუ ოჯახი დამენგრა თქვენ არა ხო მიშველით ესა მიხო და მაროს გარეშე როგორ შეიძლება კახელმა და მიხო ეუბნება მაროს მარო
მიდი ჩვენი ქორწილის სია გამაიტანეონ. რა თქინდა მიხოდა, კეთილები გინება უნდა დაგიწყო და არავინ გამარჩეს. არავინ გამარჩეს. ეს ნამდვილად კაფურიანია. გაბატონებია, ჩვენ მესამე ეპიზოდში გადავდივართ. ხანასკე იუმორისტული სამეული. თქვენ პირველ რიგში უნდა დაასახელოთ ქვეყანა, ქალაქი, სოფელი, რომელებიც ღიმილის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ. საქართველო ვერ წარმოვიდგენია ღიმილის გარეშე. ვძარცვავთ, ვყიდით, ვაპატარავებთ და მაინც არის. ქალაქი გორი. ამოდენა მდინარეები იყოს აქეთ-იქით და წყალი და სინათლე არ აქვს ქალაქს. ახლა ღიმილი კი არა, სახარხაროა. და სოფელს რაც შეეხება, ჩემი სოფელი, გურჯაანის რაიონის სოფელი ვაზისუბანი. ვერ დავიკვეხებ, რომ იუმორის აკვანი დაირწა მეთქი, მაგრამ რო გადაირწა, ამაში შემიძლიან მაღლამზე დამთავრე დავიფიცო დაბრუნდეთ. ხომ დაიბადეთ იმ სოფელში, რა? არა, მაგიტო არ მithկავს, მაგრამ მე იმ ფონზე გავიზარდე ეს. ახლა ადამიანებზე გადავიდეთ. იუმორისტები, რომლებიც თქვენს მუდმივ ღიმილს იწვევენ. აი, მოდი თანამედროვეს ვიტყვი, დათო გოგიჩაიშვილი და ვაკაჭი. კი ბატონო. რომ იყოს აი ასეთი წოდება. სიცილის მეფე. თქვენ გახსოვთ ალბათ იყო ასეთი ტოტოს იტალიელის იყო, მიანიჭეს ასეთი სიცილის მეფის, მაგრამ არაოფიციალურად. თქვენ ვის მიანიჭეთ? აი, ვინაიდან მე რაღაცნაირად გამორჩეულად მაინც საქართველოს ირგვლივ ტრიალებ და ჩემი ფიქრი მაინც იქითკენ არის, ვიტყოდი, რომ აი სამეულს, ჟორჟოლიან, კვანტალიას, ხვიჩიას და გორში ანგია ხუჩრაძეს. კი ბატონო, ეს თქვენი არჩევანის თქვენი სხვათა შორის ბატონიანგია ჩვენ მოწვეული ვყავ და მე ვიყავად მყოფობა გავად იყო იმ პერიოდისათვის და რატომღაც მოხდა ისე რომ ვერ მოვიყვანეთ მაღლობაზე, მაგრამ აი ამ გვირგვინის მიღების შემდეგ იქნებ მოახერხოთ მე რომ იქნებ მოვიდეს ჩვენამდე და ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მის იუმორსა და მის ადამიანურ თვისებებს. აი ბოლოდ მივედით ახლა ფინალამდე. თქვენ იცით რომ ფინალში თქვენ 60-ანა გეძლებათ. ველოდები მათემატიკა ძალიან მიყვარდა. ამოხსნათ არა მათემატიკურად, არამედ იუმორისტულად. და ეს ყველას თავის ვარიანტი გაუშვათ, მაგრამ მე თქვენი ვარიანტი მაინტერესებს. მე ამოვდივარ ისევ თქვენი ერთ-ერთი ნოველიდან. აი ღალატს რომ ეძახით, ეს მოღალატე მეუღლეო და თუმცა პირდაპირ პარალელის გავლება რა თქმა უნდა არ შეიძლება. გაბატონებია, ეს არის სიზმარი, რომელსაც მე თქვენ გთავაზობ. სიზმარში ყველაფერი ხდება. ისე რომ მეუღლეც გაგიგებთ ამას და მაყურებელი თავისთავად გაგიგებთ. სიზმარში ესე. თქვენი მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. აირჩიეს თუ პრეზიდენტი. ხო, იქ მსახიობები ხდებიან პრეზიდენტები და ჟურნალისტები პირველი ლედი. რა თქმა უნდა, თქვენ პირველი ლედი. სიზმარში. თქვენ ბრუნდებით სახლში, თეთრ სახლში ცხოვრობთ ახლა. წარმოიდგინეთ. და ბრუნდებით სახლში მანქანიდან გამოგწანდით, კიბეზე უნდა ახვიდეთ და დაინახეთ, რომ თქვენი მეუღლე, ესე იგი პრეზიდენტი, ჩამოგწანდება კიბეზე, გვერდით მოსდევს მშვენიერი ქალბატონი, აი მონიკა ლევინსკი. და თქვენ უახლოვდებით, ეხლა დანარჩენი თქვენ ახსენით, თქვენი შეხვედრა წყვილთან, შეყვარებულ წყვილთან. დავფიქრდი. გაივლია აქამდე მანამდე იფიქრე. ხო არ წავუკახუროთ. ეხლა როგორც მე რა რო ხალი ვარ, ხალს ვცე პირველად პატივია რა. და მონიკა ლევინსკის ვეთყობთ. გო მონიკა. თქვენ ქვეყანაში ერთი კაცის ცოლი და საყვარელი ღვიძლი დებივით არიან. ჯერ კიდე გამსახურდიასგან მახსოვს, რომ დროს თუ კაცი ჩამორჩაო, დაიღუპებაო და არც მე მინდა დროს ჩამოვჭე. თანაც როცა თქვენებურად ცივილიზაციის უმაღლესი მწვერვალებზე გაქვთ ლაპარაკი. ხო და ეგემა კაცის ზნე, ჩემზე კარგად არავინ არ იცის და დურად გეტყვი. 4 წელი რო არ გავა პრეზიდენტობისა. ეგმანდ გამჩერებელი არა ლიკატანკა მავთულით რო დააბა თეთრი სახლის წინ რო ბაღია ყველაზე დიდ ხეზე. მაინც წამოვა თავი 42 ნომერი ფეხსაცმლით გამოეტოპამს ოკეანეს და მაინც გორი თეატრში დაბრუნდება.
აქ კიდე ხელფასების იგეთი სეკვესტრი მიდის რა ხაშელამის სული და გაგჭობს მე ვნახოთ. ეს მონიკას. ეხლა რას ვეთქვი ჩემს მეუღლეს? ურიკა ერადემე მარკა. ქალი ვერცხლი ქორწილი თვინ ვემზადებოდი. სამკარატიანი ბრილიანტის შაკვეთაც კი მივეცი თავისუფლები ქუჩაზე რო ოქრომ ჭედელიზის იმას. ამან კიდე ამ გაბშეკილ კაკლის აბერტი ხალხასავით ახუდებულ კარტან არ მიღალატა მაგაი კიდე გაპატიებ მაგრამ თუ აქაური მარჯანიშვილის პრემია იქაურ ოსკარზე გადაეცვალე ალაზანი და ლიახვირო ალაზან და ლიახვ შაერთებულად გებიცები ჩემგულ ვეღარ მაიგე სამაგერო თქვენ მოიგეთ ჩვენი მაყურების გოლი მე ამაში დარწმუნებული ვარ სასიამოვნო იყო ჩვენი სტუმრობა თქვენთან და თქვენი სტუმრობა სტუდიაში შეხვედრა იუმორის საღამოზე მე როგორც კოლეგას ახლა ისე მინდა გითხრათ რომ გადაცემა ახლა იდგამს ფეხს ახალი დაწყებულია მინდა თქვენი სახელი და თქვენთან ერთად უთხრა ჩვენს ტელემაყურებლებსაც რომ მათი თავიანთი სურვილის მიხედვით გამოხატოთ თავიანთი სურვილი და ამოქმედებულება ჩვენთან ურთიერთობა და სიამოვნებით სტუდიის კარი ღია იქნება მათთვის თქვენ დიდი მადლობა გადაგემულია ბოლოს სიტყვა ხო შეიძლება მეც უთხრა მაყურებელს იგენაც ძალიან ხალხო ამდენმა ბოღმა ამდენმა ტირილმა ცუდი გზით წაიყვანა ჩვენი ქვეყანაც და ჩვენც მოდი ბევრი ვიცინოთ და ვიცინოთ მადლობა ყურადღებისათვის და როგორი მწვავეც არ უნდა იყოს წარსულის ნოსტალგია ყველაზე გულწრფელად და მთელი გულით სწორედ ახალგაზრდები იცინიან იცინოდნენ მაშინ როცა თოჯინები იცინოდნენ იცინიან ახლაც მწვანე მამლის წელს რამდენად იუმორისტულია ქათმების გულთამფრობელი და ამ წლის მეფე მამალი ამაში თავად დარწმუნდებით ამიტომ ჩვენი გადაცემის დასასრულს სტუდიაში ახალგაზრდობის წარმომადგენლები მოვიწვიეთ თამუნა ოქროპირიძე ნინო ბასილაშვილი ლევან პავლეაშვილი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი თამუნა ოქროპირიძე მუსიკალურ ნომერს წარმოგიდგენთ შემდეგი თამუნა ოქროპირიძე ნინო ბასილაშვილი და ლევან პავლეაშვილი თავიანთ პედაგოგთან რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტთან პოპოვის და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატთან გორის აკადემიური თეატრის მსახიობთან ბატონ ოთარ ქუთათელაძესთან ერთად ცნობილ ანიმაციურ ფილმს სოფლის მაშენებელნი გაახმოვანებენ საკუთარი ინტერპრეტაციით ამრიგად სტუდიას ვუთმობთ ჩვენს ახალგაზრდებს მე დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის მინდა გითხრათ რომ დიდ პატივს სცემ ქალბატონ ოლიას იუმორს და ვუძღვნი სიმღერას
Irish, I said, რა გაყვირებს? მამლისელია და მინდა ვიყვირებ, მინდა ვიმღერებ. რა მამლის? რა დამწვანე მამლის? გაიგე? გავიგე? მერე ის რომ მე და შენ კონტრაბანდას უნდა ვებრძოლოთ. როგორ და ასე? მე ჩემი კამერით გადავიდებ. შენ დაიჭერ და სოფელი საშენდება. არის უფროსო. ერთიც კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა? კი უნდა. სიმღერა მაგარი გსოდნია, მაგრამ ჩვენ საქმეში ერთი კაცი კიდევ დაგვჭირდება. ახლა ჩვენი დროა. მოდი ასე მოვიქცეთ. მე გავალ, გავუშინაურდები, მერე დახმარებას შევთავაზებ, შენის მუსკულებიანი გაიტყუე, შენებურად ხეზე არ ახვიდე. სნაიპერმა არ შეგნიშნოს. ამ მამლაყინწას კი მე მოვლი. ჩემზე არიდარდო. უშიშროებაში ვარ ნამუშევარი. აი, მეორე ხამაც მოვედი. შენ ვინახარ? რაღაც შენი პროფილი მეცნობა. არ გახსოვარ, მე და შენ სწავლობდით კემბრიჯის უნივერსიტეტში. დიპლომატიური დავამთავრე. ო, კარგია. ჩვენ კონტრაბანდას უნდა ვებრძოლოთ. თუ გინდა შემოგვიერთდი. ჩემი თავი გენაცვალოთ. ერთი მივაბი ხმაუნდა ერთი მეორე ხმაუნდა ერთიც კარგი ბანი უნდა ხომ უნდა კი უნდა ნამდვილად უნდა კონტრაბანდაზე რხევა აბა დაფოდები. სოფლის
აი სიმღერის თვალა 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 დამ 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 დირამ 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 დაირა დირამ დამ 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 დირამ დირა დირამ დაირა მოდი აქ, მე შენ გიჩვენებ კონტრაბანდას, ახლა ჩემი დროა. ხელი მან, ხელი გავიშვი. ბიჭო, შენ მე ხომ არავისი გეშლები. მოკეტე. არიანებს ხაზავს ეს შობერძაღლი. უცელი ამომაგდებინა. გაიჩერდი ძორებ გესმი. როგორც კი მიმატობე, კამერა წამარცვა და ერგნეთისაკენ გამიტაცა. თან შენ გაგინებდა. უყურე, ამ ჩემის 18-ას. მოდი აქ. ბოქს. აპერკოტი, ბიჭო, აპერკოტი. აი, შენი კონტრაბანდა. აი, შენი ტროიკა. აი, შენი ნოვოსტი. აი, შენი პრიმა. ჩემს წერს მოხვდა მაგის მუშტი. აი კიდევ ახლა პრიმა მუხს და ჭამე იქ მწვანე მამლის კურტუმი. აი, მეორე ხმაც მოვედი. ისე კემბრიჯის უნივერსიტეტში ხომ არ გაგვევლო. ადე, ადე. მომკლა მაგმართლა პირუტყმა. შეჩემალანა ხეზე რომ აძვერი, იქ საზენიტო რაკეტები გედგა თუ? ეგ არის ძველი კაკებეშინიკი ვარო. ეს რა უშენებიათ? ისა, ბლოკპოსტებია. აბა რა ეგონათ. ბლოკპოსტები? მერე ბლოკი რომ არ ჩანს? ბლოკი? აი ახლა წამოდი. ახალი მშენებლობა დავაცვალიენოთ. აი სიმღერის თვალა თვალა ერთი მირამი თვალა თვალა ერთიც კარგი ბანი უნდა, ხომ უნდა? კი უნდა.